Ელთა მამისათა, დაძისა და სულისა წმინისა. ერთმა დაგლოცოთ, გაგურთოთ, გაგაძლიეროთ, დიდ მოწამე გიორგის მადლი შეგეციოთ, განვაგზავნოთ ყოველდღიური სახარების კითხვა. ლუკა მახარებლის მერვე თავის 22-25 მუხლები. დაიყო ერთსაშინა დღესა და თავადი შევიდა ნავსა და მოწაფენი მისნი მისთანა და რქვა მათ. განვიდეთ წიაღკერძო ტბას ამას და აღვიდეს და მირაი ვიდოდეს იგინი ნავითა მიეძინა. და გარდა მოხდა არმური ქარისაი ტბას ამაზე და აღივსებოდა ნავი იგი და იურვოდეს და მოვიდეს და განაღვიძეს იგი და ეტყოდეს მოძღვარ წარწმდებით ხოლო თავადი აღდგა და შეჰრისხა ქარს ამას და ღელვასა წყალთასა და დაასხრეს და იყო დაყუდებაი დიდი და არქვა მათ სადა არ სარწმუნოებაი თქვენი ხოლო მათ შეეშინა და დაუკვირდა და იტყოდეს ურთიერთარს ვინმე არს ესე რამე თუ ქართაცა უბრძანებს და წყალთა და ერჩიან მას. აი დღევანდელ სახარებაში ქრისტეს სასწაულის შესახება საუბარი, რომელმაც ესე რომ ვთქვათ, აღელვებული ზღვა და ქარნი დააყუდა, დაახშო. ნახეთ როგორი საინტერესო, როდესაც ქრისტე გადაგებდა, არის პერიოდი და ცოტა ხანში ნავში ჩასხობს თავის მოწაფეებს და მოწაფეებთან ერთად, როგორც განმარტებლები ამბობენ, გალილეის აღმოსავლეთ მხარეში გადადიან, აღმოსავლეთ ნაპირზე. და ამ დროს მაცხოვარი მიიძინებს. და ნახეთ, ერთ-ერთი განმარტებელი შენიშნავს, რომ როდესაც სასწაულებზეა საუბარი, როდესაც ხალხს წყალობა ეძლევათ, მაცხოვარი არანაირ საფრთხეში არ აგდებს არავის. თუნდაც გავიხსენოთ ხუთი პურით დაპურებული ადამიანები, ხო? არ გაუშვათ იქ, მოდით ჩვენ მივცეთ მაგათ საკვები, რამე განსასწრებელში არ შეცვივნენ, იმიტომ შიურები არიან და გზაში დაცვიდებიან. ხოლო ამ შემთხვევაში, როდესაც მოციქულებთან ერთად რჩება მარტო, აი აქ უშვებს, რომ განსასწრელი გადაიარონ მოციქულებმა. რატომ? იმიტომ რომ ამზადებს სამომავლოდ იმ განსასწრებლებისათვის, ნელ-ნელა როგორც კეთილგონიერი მასწავლებელი. ამზადებს, რომ ნელ-ნელა ცოტა ხანში მათ ისინი დარჩებიან მარტო უკვე ამ სამყაროს წინაშე, ამ წარმართული სამყაროს წინაშე. ესეთი განსასწრებლები ექნება და ამავე დროს გაუმკლავდნენ ამ განსასწრებებს და ამავე დროს აი შემდგომ უკვე სასწაულის აღესრულება გქონდეთ მუდამჟამ თავისი ღმერთის იესო ქრისტეს იმედი, თავისი მოძღვრის იმედი და მაცხოვარი მიიძინებს და როდესაც დაუშვებს ამას, რომ ამოვარდეს ქარნი, აღიძრეს ესე რომ ვთქვათ წყალი, დიდი ესე რომ ვთქვათ ღელვა გამოიწვიოს ამ ყოველივე. ცოტა ხანში მოციქულები მიდიან და ეუბნებიან. ვიღუპებით და აღვიძებენ მაცხოვარს. აი მაცხოვარი რომ ეტყვის მცირედ მორწმუნენო, ნახეთ, რატომ მცირედ მორწმუნენო, რატომ ურწმუნოებო არა. ჯერ ერთი უნდა იფიქრათ, რომ როდესაც მაცხოვართან არიან, ისინი არ დაიღუპებიან. მეორეც, ერთია რომ ფიქრობენ, რომ განსასწრელში არიან, მაგრამ აღვიძებენ. რატომ? იმიტომ რომ იმედი აქვთ, რომ გააღვიძებენ, მაცხოვარი მათ დაეხმარება. მაგრამ ეს არის მცირედ მორწმუნოებიდან გამომდინარე და არა ურწმუნოებიდან. ურწმუნოება რო ყოფილიყო, იტყოდნენ რომ მაცხოვრის იმედი არ გვაქვს ჩვენ. არ გვაქვს და დავიღუპებით, მაგრამ აღვიძებენ, რატომ? იმიტომ რომ დაგვეხმარე, რომ გადავრჩეთ. ამის შემდგომ მაცხოვარი თავისი სიტყვით შეერისხავს ქარსა და წყალსა და იქნება დაყუდება დიდი. როდესაც ბუნების კანონებიდან გამომდინარე ღელვა იკლებს და ქარი ნელ-ნელა ესე რომ ვთქვათ ნელ-ნელა ბუნება ესე რომ ვთქვათ თავის კალაპოტში ჯდება ხო ნელ-ნელა რაღაც პერიოდი ჭირდება მაგრამ მაცხოვრის სიტყვით სრულიად როგორც ჩათვალეთ ჩვეულებრივი ამინდი ისეთი ამინდი დადგა და ამ დროს ერთი განმარტებელი კიდე შენიშნავს რომ ნახე მაცხოვარს ზინავს როგორც ადამიანს როგორც ადამიანური ბუნების გამოხატულება ეს და მაცხოვარი შეერისხავს ქარს და ესე რომ როგორც ბუნების ბრძანებელი ისე მოიქცევა როგორც ყოველი შემოქმედი ღმერთი რომელიც ბატონობს და შემოქმედი ამ ყოველივეს სამყაროს რომელსაც ერჩის ანუ ემორჩილება მთელი ბუნება კიდევ ერთი პარალელი რო გავავლოთ გაგახსენებთ იონა წინასწარმეტყველს რომელიც გარბის ნახეთ აქ განმარტებელი ამბობს როდესაც ადამიანს სინდისი სუფთად აქვს შვიდად აქვს ვერანაირი გარეგნული მწუხარება ვერ აშფოთებს და შვიდად არის მიძინებული
მაცხოვარი რა თქმა უნდა განკაცებული ღმერთი უცოდველი ყველანაირად ჩვიდად ძინავს როგორც ადამიანს როგორც კაცს მივხვდეთ რომ როგორც ადამიანს მას ჰქონდა ძილი დაღლის მომენტი ძილის და ასე შემდგომ როგორც ადამიანურ ხორცს მაგრამ იონა წინასწარმეტყველიო არა იმიტომ იძინებს პატარა ფრაგმენტს გაგახსენებთ უფლის ბრძანებას გაურბის და იგემში მიეძინება მაგრამ არა იმიტომ რომ სითნის სუფთად არამედ ასე რომ სტრესში არის სტრესი მისცემს იმის საშუალებას რომ დაიძინოს რომ ღმერთს გაურბის წარმოიდგინოს ღმერთი იქით უშვებს თვითონ გარბის უნდა რომ ღმერთს დაემალოს ის არ უნდა რომ აღასრულოს ესე რომ თქვა ამის გამოიძინებს და პარალელს ამ ესე რომ თქვა აავლებს განმარტებელი და ეს სხვადასხვა მომენტია მაგრამ ესე რომ თქვა ცოდნისთვის ესეც შეუძლებელთ რომ მოგვიყვანა მცირედი ეს ერთმანეთთან პარალელის გავლება და ამავდროულად კიდე ალეგორიულადაც რო განმარტოთ ეს ყველაფერი ის ხომალდი განასახიერებს ეკლესიას ამ ხომალდის თავი არის თვითონ ქრისტე და ვერანაირი განსაცდელი მიუხედავად იმისა რომ ეკლესიას პირველი საუკუნეებიდან ატყდებოდა განსაცდელები პრობლემები წარმოიდგინე ისე რომ ზოგს კიდევ ეგონა რომ საერთოდ განადგურდებოდა კიდევაც მაგრამ აი დღევანდელ დღემდეც მოდის ეკლესია და იარსებებს ვიდრე სამყარო არსებობს და აი ზუსტად ამას განასახიერებს ეს ხომალდი ქრისტეს მეთაურობით ეკლესიის თავი არის ქრისტე და ვინცო აი ხომალდში ვიჯდებით ყველა ქრისტიანი ყველა მართლმადიდებელი ადამიანი ის ეკლესიის წიაღში ვიქნებით ვერანაირი განსაცდელი ვერანაირი პრობლემა ვერანაირი დევნა ვერ დაგუპავს ვერ აგვაფორიაკებს ვერანაირად სულიერად ვერ გაგვტანჯავს იქნება პრობლემა იქნება განსაცდელი ეს არ თქვას რომ არავინ არ იქნება მოციქულები იყვნენ ქრისტესთან იყვნენ განსაცდელი დაატყდა თავს და ჩვენ ხო გვაქვს პრეტენზია რატო გვაქვს ჩვენ ცხოვრებაში განსაცდელები არა ეს სწავლება მაგრამ სიტყვები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა ეს სიტყვები უნდა გვახსოვდეს ითქვა მოციქულების მიმართ ითქვა ყველა მორწმუნეს მიმართ ითქვა კაცობრიობის მიმართ ეს სიტყვები და ვერანაირი განსაცდელი ვერ გატეხს ადამიანს თუ იქნება ეკლესიის წიაღში და ვისაც ექნება მზერა ქრისტესკენ და გამოცხადების 21 თავში წერია ესეთი სიტყვები ხო არის პრობლემა განსაცდელი რაღაც თითქოს კეთილად მცხოვრებ ადამიანს ხანდახან სიკეთე საერთოდ არ აქვს ხოლმე ხო ვიფიქრია რომ აი რა კარგად ცხოვრობს კეთილმორწმუნე მაგრამ სიკეთე არ აქვს ცხოვრებაში და სიკეთე სად ექნება ახოცავს ყოველივე ცრემს თვალთაგან ჩვენთან დასრულდება ეს ყველაფერი ყველი ჩვენი ცრემლი აღიხოცება მოგშორდება დაუჯილდოვდებით როცა წავდგებით უფლის წინაშე და თუ მადლიერებით და მოთმინებით გავატარებთ ამ ყოველივეს ერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ და გაგაძებთ აი ესეთი მცირედი დღევანდელი სახარების შესახებ